მოგესალმებით, თქვენ ნათია შაი და დღეს გვაქვს ყავისჭიქის ნალექის განხილვა, რომელიც თქვენ ესე ძალიან შეგიყვარდათ. მოვიმარჯვებ ჩემს ჯადოსნურ კოს, ამეთვის ტოს ქვით ამჯერად, იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტად გახსნას ჩემი მესამე თვალი. ამულეტი კოზის შეძენა ჩემთან შეგიძლიათ, რომელიც მოგიტანთ ბარაქას, სიყვარულს, ჯანმრთელობას და რაც კიდევ იმას. კარგით, მაშას. დავიწყოთ აი აქედან, რაც ძალიან საინტერესო რაღაცა წერი აი აქ. ჯერ მინდა დაგანახოთ სიმბოლო გული და სამი წერტილი. სამ პერიოდი რა არის? ეს არის 3 დღე, 3 კვირა, 3 თვე, 3 რიცხვი, 30 რიცხვი. თქვენ აი 0 და მერე სიტყვა ლავწერია. სამ პერიოდში თქვენთან დასრულდება რაღაც ძველი ციკლი და მოვა ახალი სიყვარული. ან არსებული სიყვარული ახალ სიცოცხლე შეიძეს, ახალ ფორმატში გადავა აბსოლუტურად. ძალიან საინტერესო აქ, ასე ვთქვათ, ფანჯარა ან ღია კარი შეიძლება ვთქვათ, რომელიც ახალ გზას, ახალ ხედვას გიხსნის, აფრენილი თვითმფრინავი, ანუ სწრაფად განვითარდება ეს გზა და ხეზე შემოხვეული გველი, რომელთანაც მიხვალთ სიბრძნით, ძალიან დიდი სიბრძნით. ნახოთ ახლა რა ხდება წარსულში, რა ხდება. აქ წერია სიტყვა დილა. აი აქ წერია სიტყვა დილა. თქვენს ცხოვრებაში ახალი დღე, ახალი დილა, ახალი მზე, ახალი ცხოვრება იწყება. რაღაცა გააზრებულობა არის ეს თქვენი ახალი ცნობიერება, რომელიც თქვენ თავთან მეგობრობს, ეს ახალი ცნობიერება, ახალი ინფორმაცია, ახლებურად ფიქრი, გადაფასების პროცესი, რომელიც წავიდა და ამ ყველაფერმა მოგიტანათ ის, რომ თქვენ ახლებურად ფიქრობთ, ახალი დღე წამოვა, როგორც გითხარით, ახალი ცხოვრება. ახლა მე მინდა დააკვირდეთ, დარწმუნებული ვარ დაინახავთ აი ამ ადამიანის, მამაკაცის პორტრეტს, აი შუაზე გაყოფილი ნიკაპი აქვს. ცოტა არ იყოს ესეთი სახე აქვს, სერიოზული სახე აქვს და მე ხა ოდნავ შემოვატრიალებ. აი ნახეთ, მინდა კარგად დაგანახოთ, ნახეთ როგორი შუაზე გაყოფილი ნიკაპი, ესეთი ცხვირი, ესეთი მეტყველი თვალები დაბლა დახრილი, დაბლა იყურება და ეხლა მე მინდა აი სულ ოდნავ შემოვაბრუნო აი ესე და დაინახოთ იგივე სახეში მეორე სახე. აი ხლა მას დავაფარებ, რომ დაინახოთ. აი ნახეთ, უკვე მეორე სახე. ესე სხვა სახეა, აი ესე კიდე სხვა სახე არის და როგორი მასხარის ქუდი ახურავს ამ მეორე სახეს. ისიც დაბლა იხვედება. ნახეთ, ეხლა მე მინდა გითხრათ და ვის იცნობთ ესეც? მამაკაც, რომელიც ძალიან სევდიანია და დარდიანებულია, რაღაცას ნანობს, რაღაცა აქვს ჩადენილი, რაც მერე სანანებლად აქვს გამხდარი ეს, ძალიან ნანობს და დარდობს და მისი ორი სახე ჩანს. ნახეთ, ეხლა რა არის ეს? ეს ძალიან კარგად ჩანს ხოლმე ბედის მატრიცაში. ნახეთ, შენი სავიზიტო ბარათი, როგორ გხედავენ და სინამდვილეში ვიხარ შიგნით. აი, აქაც ესეთი ინფორმაცია ამოვიდა და ანუ შინაგანადაც და გარეგნულადაც გაერთიანებულია მისი სახე, მისი აღქმა და ეს არის ძალიან დიდი ტკივილი, სევდა, დარდი და მწუხარება რაღაცაზე, რაზეც ნანობს. ცდილობს, რომ ეს აზრები დაალაგოს, ასე ვთქვათ, დაახარისხოს და რაღაც გადაწყვეტილება მიიღოს. თავში ნახე ძაღლი და კატაც უზის, თან ერთგულება, თან მოსვლა, თან გულში ჩახუტება და თან რაღაცნაირი ცბიერება, რომ
ცმირება არა უფრო ნახე რო გადახტეს გაიქცეს თითქოს თან მოსვლა უნდა და თან გაქცევა უნდა თან ნანობს და თან ეშინია თქვენი მრისხანების აი რაღაცნაირად გაურკვევლობაში არის და ძალიან დარდობს ეს ადამიანი ამ ყველაფერზე ხელი რომელიც რიანს ფარავს აი ესეთი აი ესე უჭირავს ხელი აი ნახე თითქოს აი ესე ფარველობს რიანს რიანი ეს არის თქვენი კარმა თქვენი ცხოვრება და ჩავთვალოთ რომ ეს არის ხელი ღმერთის დამცავი თქვენ დაცული ხართ თქვენ საფრთხე არ გემოკლრებათ ყურადღება მიაქციეთ თქვენს ინტუიციას თქვენს სიზმრებს თქვენს მინიშნებებს სამყაროდან და თქვენს გულის ხმას ასე ვთქვათ აი აქ უკვე თქვენი პორტრეტი არის და თავზე როგორი ის გადევთ რა ქვია აი სიმძიმე და ჯვარი ძალიან ფიქრისგან თითქოს თავი გაქვთ დამძიმებული და ეს არის ტვირთი აი რაღაცნაირი ნახეთ ტვირთი წარსულის ტვირთი ბევრი ფიქრი ამ წარსულიდან და აი ეს მამაკაცი რაც იქ დავინახე აი აქეთ ნახე როგორ დაკურებთ ეს ადამიანი და ზევით სათვალეები ჩუმად დაკურებთ ეს ადამიანი შეიძლება ჩუმად ათვალიერებს თქვენს თქვენ ინტერნეტ სივრცეში თქვენ სოციალურ ქსელს ან ჩუმად გითვალთვალებთ იცი სად ცხოვრობთ აი როგორ დაკურებთ ეს ადამიანი და მისი თვალებში ჯვრებია ძალიან დიდი სიმძიმე აქვს მას თვალებში ძალიან დიდი სევდა და ტკივილი თქვენ ამას გრძნობთ არ არსებობს რომ არ გრძნობთ აი კიდე თქვენ მას შეხვდებით ჩუმად თითქოს აგედევნებათ ჩუმად თითქოს გიყურებთ და შემთხვევითობით გადაეყრებით არ იქნება ეს შემთხვევითობა თქვენ მას შეხვდებით აუცილებლად გამოჩნდება ის და როგორც ახალდაბადებული ბარტყი ისე წავა თქვენი ურთიერთობა აბსოლუტურად ახალი არ უთხრათ რომ ვიციო რომ მithვალთვალებდო იყოს ეს შემთხვევითობა სჯეროდეს მას რომ თქვენ ეს დაიჯერეთ მაგრამ მე ვიცი რომ თქვენი იცით გრძნობთ ამას ის თქვენ დაკვებათ ნახოთ აქ რა არის პატარა ნიშასავით არის ტაძარი არის ძალიან კარგია თუ შეხვალთ ამ ტაძარში მყუდრო ტაძარში დიდი ტაძარი არ არის ეს და თქვენი ბედნიერებისთვის დაანთებთ სანთელს ძალიან კარგია აი აქაც თქვენი პორტრეტია ზუსტად ეს პორტრეტი რაც აქ ჩანდა და თავზე ბოაზის ეს არის ძალიან დიდი ცოდნა სულიერი ცოდნა გაზრდა პიროვნული ზრდა მშვიდად ხართ და წინ როგორი ხარი გიწევთ სიძლიერე ძალიან ძლიერი ხართ თქვენ უგეშინიათ აქაც ათვალეებია ყველაფერი იცის თქვენზე თუ არ იცის ყველაფრის გაგება უნდა დაანთეთ სანთელი მისთვისაც დაანთეთ სანთელი ძალიან იტანჯება და მართლა გულწრფელად ნანობს იმას რაც ჩაიდინა მოდი ახლა ნახოთ ტაროთი რამდენიმე შეკითხვა არ გახვიდეთ არავითარ შემთხვევაში იმიტომ რომ ახალი აქცია უნდა დავაანონსო თქვენ ძალიან იგრძნობთ რომ აბსოლუტურად ცხოვრების სხვა ნაწილს აი თითქოს რაღაცა ეტაპი გახვედით და სხვა ნაწილში შეხვალთ სხვა ცხოვრების მორევში და ნახოთ ამ მამაკაცთან დაკავშირებით რას გეტყვით ტარო მიუხედავად იმისა, რომ გაკრინათ ამ ადამიანმა, გაგარისხათ, დაგამძიმათ, ოცნებები დაგინგრიათ წარსულში, ძალიან ნახეთ როგორი ტკივილი აქვს მოყენებული, იმიტომაც განიცდის.
დახვდით ადამიანურად მას. ამ ადამიანთან გააგრძელებთ თუ არა გააგრძელებთ ურთიერთობას, ეს სხვა თემაა, მაგრამ დახვდით ადამიანურად, მას გააზრებული აქვს ის ინანიებს და მიიღეთ ეს მონანიება. ახლა კი დაპირებული სიურპრიზი, ყველა ვინც შეიძენს ყავას და ტაროს მომსახურებას ერთად ელოდება განსაკუთრებული საჩუქარი, მასზე მორგებული ინდივიდუალურად. მე ვარ ნათია შაი, ჩემი ნომერია 591 233 507 და გამოიწერეთ არხი.